თუ შენ გსურს ჩემთან კონსულტაციაზე მოხვედრა და თუ შენ გსურს რომ გაიარო ჩემთან კონსულტაცია, მაგრამ რაღაც კონკრეტული პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე არ გქონდა საშუალება რომ რაღაც კონკრეტული თანხა გადაგეხა და ახლა გაქვს საშუალება ხვალიდან 24 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლო ჩემთან სრულ დიაგნოსტიკაზე. რაც ახლა მეორე საკითხს ვიღაცა მიწერს რომ ვიღაცამ დამიწერა რომ თქვენ ვიღაც გლანძღავთო არ ვიცი სახელი დამოვიწყო და გვარი და მინდა იცოდეთ რომ დედამიწის ზურგზე ნებისმიერი ადამიანი ვინც არ უნდა მლანძღავდეს ფეხებზე მკედია და იმ მსგავსი ამბებით შეიწუხებთ და თუ ადამიანი გააგრძელებს და თქვათ არ გაჩერდება და რაღაცა ის რა თქმა უნდა პასუხსაც მიიღებს, მაგრამ ძალიან მაგრად არ მაინტერესებს სოციალურ ქსელებში ვინ მლანძღავს და ვინ იძახის ჩემზე ცუცი, იმიტომ რომ არ მახელობს რა საერთოდ არც ვინტერესდები, უბრალოდ ვიდეოზე დამიწერა ამ ქალბატონმა და ისა სხვადასხვა ადამიანებსო ეგრე და ეგრე და დაიკიდეთ რა ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს, აი ფეხებზე რკიდიათ ახლა აი თქვენ რაც არ ცუდი თქვას ჩემზე, ნუ ზუსტად ვიცი რომ თქვენ გჯერათ რომ მე კარგი ადამიანი ვარ და არასდროს ბოროტება არავისთვის გამიკეთებია, ვერ იტყვის ვერავინ რომ მე ვინმე ცუდი გავუკეთე და უშავე რამე და დანარჩენი ახლა ვინც რა უნდა ის მოიგონოს და მოიფიქროს. მაგრამ ღმერთმა ყველას თავის საქმეში გაუმარჯოს, ღმერთმა ყველა გამოაკეთილშობილოს და გამოაჯანმრთელოს, იმიტომ რომ ახლა მე მართლა არ მინდა რომ ვინმეს ბოროტება და ცუდი უსურვო და ვიღაცას ვისაც უნდა რომ ბოროტება და ცუდი უსურვოს ვინმეს ის ადამიანი კი არ მაღიზიანებს, აი მეცოდება ის რანაირად მოგაღიზიანებდეს ეგეთი ადამიანი რომელსაც ვიღაცისთვის ცუდი უნდა. როგორი საცოდავი და ცოდოა ხო ეგეთი ადამიანი, როგორი აი შინაგანად არ არის კარგად და უბრალოდ მინდა რომ გამოჯანმრთელება უსურვო ესეთ ადამიანებს. საჯარო გასაგები იყოს სახელწოდებით ახსოვხარ თუ არა ისევ რომ არ არის კონტაქტზე, ახსოვხარ თუ არა ისევ შენ ჩაფიქრებულ ადამიანს. ეს რა არის ახსოვხარ რა, მაგრამ ეს დამახსოვრება არ არის მარტო ის რომ ახსოვხარ და ძლიერი ვნება და ჟილკა და ემოციური თანაფარდობითობა და ემოციები აქვს შენთან. ანუ ეს არის ძალიან დიდი მძლავრი ხელსაწყო ეს მონატრება და ის რომ ახსოვხარ შენ მიმართ რომ ძალიან ძლიერი ემოციური კავშირი გქონდეს შენთან. უყვარხარ. არა მარტო ახსოვხარ ენატრები ვნება აქვს და ჟილკა აქვს, არამედ ძალიან უყვარხარ მე შენ და მაშინ განსაკუთრებულად ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. მოდი ისიც ნახოთ როგორი პიროვნება ხარ მისთვის, ხო? ეს რა მისთვის ძალიან საინტერესო პიროვნება ხართ იმ თვალსაზრისით რომ რაღაცას რომ ერთ სიტყვით იმას აუცილებლად აასრულებს. აი რაღაცა ხევსურული, სვანური, რაღაცა ჯიგრული, აი რომ იცი რომ რაღაცა უნდა გააკეთო და აი ამას ადევს რა წარწერა რომ შენი ხელია რომ აი უეჭველად უნდა გააკეთო ეგ ამბავი, რასაც ჩაიფიქრებ, სხვა შორის მეც ეგეთი ხასიათი მაქვს, რომ რასაც ჩავიფიქრებ, ეგ უნდა განავახორციელო, ანუ ფეხებზე მკიდი აი ვინმე გადამეყობოს წინ, ანუ ნებისმიერ ქმედებას გავაკეთებ, განვახორციელებ, რომ მე იმ აი თუნდაც მთის მწვერვალზე ავიდე, იმიტომ რომ მე მინდა რომ მთის მწვერვალზე ავიდე. წარმოუდგენელი ოცნება არ არსებობს ჩვენთვის, ხალხო, დაიჯერეთ რასაც შეგვიძლია, რაც შეგვიძლია რომ გავიფიქროთ, ის შეგვიძლია რომ ავისრულოთ. ღმერთი სხვაგვარად მაგ ფიქრს არ ჩაგვინერგავთ ეკონომიკაში, გასაგებია? ხო და ამასაც ეგრე აქვს რა, რომ აი ოცნებად აქცეული ის რომ ძალიან უნდი ხარ და წყური ხარ და ახსოვხარ ყოველთვის კი და ძალიან ძვირფასი მნიშვნელობა ის ადამიანი ხარ მისთვის. მადლობა ყურადღებისთვის.